ბავშვობიდან მინდოდა რომ ესწავლა კოქტეილების კეთება. ამ კურსის შესახებ გავიგე ჩემი მეგობრისგან, ამიტომაც გადავწყვიტე რომ დამეწყოს ამ პროფესიის შესწავლა. ჩემი მასწავლებელი იყო ილომ ჟავანაძე, რომელმაც მასწავლა პრაქტიკა და ასევე თეორია, რის შემდეგაც მოვედი სასტუმრო ჯორჯიან პალასში, აქ გავიარე პრაქტიკა, მოვეწონე და ეხლა ვარ დასაქმებული ბარმენი. დამწყებ ბარმენებს ურჩევდი რომ ვისაც გინდა სწავლა, გირჩევთ რომ ისწავლოთ კოლეჯ ახალტალღაში, სადაც შეისწავლით თეორიას და ასევე პრაქტიკას. შემდეგაც გახდებით სრულფასოვანი ბარმენი. საკმაოდ მოთხოვნადი პროფესია, რადგან ადგილმდებარეობიდან სეზონური ტერიტორია არის და შესაბამისად კადრების დიდი მოთხოვნაა. აჭარის დასაქმების სააგენტო ხშირად ახორციელებს ჩვენთან სხვადასხვა პროფესიის შესწავლას. საკმაოდ კარგი ჯგუფი იყო ბარის ორგანიზების, რომელიც გუნდურად იმუშავა და რაც ეს მოთხოვნადია ჩვენს პროფესიაში, კარგად აითვისებენ როგორც თეორიული ნაწილი, ასევე პრაქტიკული კომპონენტი, უსურვებ ბევრ წარმატებებს თავის პროფესიაში. ელექტროობა დღესდღეობით ძალიან მოთხოვნადი პროფესია გახდა. სტუდენტები, რომლებმაც დაასრულეს სწავლა, აქვთ რამოდენიმე კომპანიიდან შემოთავაზებას. სარემონტო ჯგუფს ხელმძღვანელობდი წლების განმავლობაში და ელექტროობაში ყოველთვის იყო პრობლემები. მინდოდა ამ სფეროში უფრო ღრმა ცოდნა. ასეთი პროგრამის შესახებ შევიტყვეთ, მივედი ამ სააგენტოში და მოვხდი აი ამ პროგრამაში. და ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა დილიდან 2 საათამდე მოვდივართ მარშრუტკით და ვეუფლებით ამ ცოდნას როგორც თეორიულს, ასევე პრაქტიკულს და განსაკუთრებით პრაქტიკული ცოდნა. ძალიან ბევრი თვალსაჩინოებები არის აქ, რომელიც პრაქტიკაში მაგალითად აი მატორების სახით არ მქონია შეხება, კედელზე გაყვანილობის სახით კი ბატონო, მაგრამ ბევრი ისეთი იყო, რომელიც არ მქონია შეხვედრა. სამთვიანი კურსი არის. ბევრი რაღაცა ავითვისეთ და შევისწავლეთ, რაც არ ვიცოდით. ურჩევ ყველას, რომ მობრძანდნენ და თვითონ თავის პროფესია აერჩიონ ცხოვრებაში და აქ ძალიან ბევრ ცოდნას აიღებენ ამ კოლეჯიდან რა. მე ეს პროფესია გადავწყვიტე იმისთვის, რომ დამატებითი შემოსავლისთვის და ასევე ოჯახისთვისაც რომ ცოდნა მივიღო რა. და მადლობა ამისთვის ჩვენს ხელმძღვანელ ბატონ შოთას, რომ დაგვაუფლა ამ ცოდნას. არ მგონია წარმოების დარგი, რომ ჩემი ყოფილი სტუდენტი არ მუშაობდეს და არ მგონია კიდევ ყოფილი სტუდენტი დარჩენილი რომ იყოს დაუსაქმებელი. ყველანი მუშაობენ, ყველანი კმაყოფილები არიან და წლევანდელი ჯგუფის კმაყოფილი ვარ, უკმაყოფილო ისე საერთოდ არც ჯგუფის არ ვარ, მაგრამ რატომღაც მონდომება თანაც ასაკით სხვადასხვა ის არის ცოტა უფროსები, ცოტა ხანდაზმულები, ცოტა ნაკლები, მაგრამ მონდომება ვხედავ რატომღაც უფრო მეტს. წელს ყველანი გამორჩეულად მაქსიმალურად დადიან და ცდილობენ რაღაც გამოცდილება აქვს ცოტა პრაქტიკული ცოდნა, მაგრამ აგი მე რაღაცას ხედავენ რომ არც ერთი ლექციის გასწრება არ უნდა რომ კიდევ რამე ახალს ხომ არ გვასწავლიო და უკვე შემოთავაზებელ არიან საკადრებოდია რომ ახლა აგი ვისწავლოთ, იგი უკვე გავლილია და რაღაცა. მადლობა აჭარის დასაქმების სააგენტოს ასეთი პროექტისათვის. დიდი ხანია დაინტერესებული ვიყავი და მინდოდა შემესწავლა ეს პროფესია და საშუალება მომეცა აჭარის დასაქმების სააგენტოს კურსით, რომ ეს ცოდნა გამეღრმავებინა და პირველ რიგში იმით არის მოტივირებული ეს პროფესია, რომ უფასოდ ისწავლება და ყველას აქვს შესაძლებლობა, რომ უფასოდ დაეუფლოს ამ პროფესიას და შემდგომ უკვე მაღალანაზღაურებადი სამსახური შეიძინოს. ორიოდე სიტყვით ვიტყვი კიდე აღჭურვილებასთან დაკავშირებით, უახლესი ტექნიკით მუშაობთ. პედაგოგები სრულიად ჩართულები არიან ჩვენს სწავლებაში და ყველანაირად ცდილობდნენ, რომ ცოდნა გაგვირღვმავონ იქამდე, რაც საჭიროა ჩვენთვის და საომალოდ გამოგვადგება აუცილებლად ჩვენ ცხოვრებაში. მოთხოვნების ძალიან დიდი კომპანიებისგანაც, ქსელური მაღაზიები, სასტუმროები და ასე შემდეგ. იმხელა არის მოთხოვნა, რომ წარმოვიდგინოთ, რომ არ ყოფნის კადრები რაოდენობა. ვიჭერთ ყველანაირი ხელსაწყო თანამედროვე აღჭურვილება აქვთ. რამეს ხელი არ ეშლებათ და მაგარი მონდომებული არიან ეს მოვაკვირდებით ყველანაირად. და ასე რო ვთქვათ 100% დასაქმება ელოდებათ უკვე. ამ პროგრამის წყალობით ბევრი რაღაცა შევისწავლე ესეთი, რომელიც არ ვიცოდი. ცოტ-ცოტ რაღაცები თავიდან კი ვიცოდი რაღაცები, მაგრამ ეს ძალიან ცოტა იყო. ვისწავლეთ, როგორ უნდა დავამონტაჟოთ, როგორ უნდა
გავაკეთოთ დემონტაჟი, როგორ უნდა გავასუფთავოთ ფილტრები, როგორ უნდა დავაყენოთ თვითონ კონდიციონერი, როგორ უნდა დავაზაბრაკოთ ეს ყველაფერი რაც ეხება კონდიციონერს. სამომავლოდ გვაქვს კიდევ პატარ-პატარა გეგმები, რომ შევქნათ პატარა ცეხი, სადაც მექნება ყველანაირი ინსტრუმენტი და ვიმუშავებ ამ სპეციალობაზე. გამოძახებით იქნება თუ ისვნი თუ რაღაც ყველაფერი. მადლობელი ვარ. არ აქვს წლევანობას მნიშვნელობა. ეს დიდი პლუსია ნამდვილად და თუ ვინმეს ექნება კიდევ სურვილი, ძალიან კარგი იქნება რომ მოვიდნენ და დაამთავრონ და ისწავლონ. ეს პროგრამა შემთხვევით გავიგე სოციალური ქსელიდან. ჩემი ოცნება იყო ბავშვობიდან სამზარეულოში მეფუსფუსა. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო აჭარის დასაქმებას, რომ მოგცა საშუალება უფასოდ გვესწავლა. მე ვარ ირმა ვარდეშაშვილი. სოციალური ქსელიდან გავიგე ამ კოლეჯის შესახებ, მოვედი და ვინტერესდი ამით. ძალიან მადლობელი ვარ, სწავლებაც ძალიან სასიამოვნოა, რაც გვაინტერესებს პედაგოგები ყველაფერი ყველას გვეუბნებიან, გვიხსნიან სათითაოდ, გვაძლევენ საშუალებას, რომ ჩვენ თვითონვე გავაკეთოთ კერძი და ვისწავლოთ ყველაფერი. აჭარის დასაქმების სააგენტოდან ღებულობთ მოსწავლეს და ძალიან ბევრი ახალგაზრდა ხნეში შესული ადამიანს აქვს ჩვენთან ასაკს უკვე მნიშვნელობა არ აქვს. გადავამზადეთ და დასაქმდა როგორც რედისონში, შერატონში, მარინა კოლიზიუმში და ჩვენი გადამზადებული ბავშვები სულ ყველა დღესდღეობით წარმატებული მზარეულები არიან, როგორც ეს მე მახარებს და მე მინდა მადლობა გადავხოთ იმ ხალხს, ვინც ამას აფინანსებს, აკეთებს ამას ყველაფერს და მე უსურვებდი ამ ყველა ჩემს მოსწავლებს, ვინც ჩვენთან არის, წარმატებებს, რა თქმა უნდა. მე იმით ვხარობ, რომ ჩემი გაზრდილი მოსწავლეები დღეს კარგი შეფები არიან და დღეს იმით რომ ვუყურებ ამ გადასახედიდან, მე ის ხალხი უკვე მჯობია ამ საქმეში. გადავწყვიტე, რომ კონდიტერიაში მეცადა ბედი. მინდა დიდი მადლობა გადაუხადო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს, რომელმაც დიდი შანსი მომცა და არა მარტო მე, სხვა ბევრ ადამიანს, რომ უფასოდ ყველანაირი პირობა ის, რომ მომსახურეობაც უფასოდ შედიოდა ქობულეთში, აქედან იქ ჩასვლა, იქ მომზადება პროდუქტის მიხედვით, რომ უფასო იყო. რათა ჩვენ დაუფლებოდით თითოეულ ნაწარმს, თითოეული მეთოდი შეგვესწავლა ამა თუ იმ ნამცხვრის, დესერტის თუ კექსის თუ სხვადასხვა, რაც მოთხოვნადია დღევანდელ დღეს. უკვე გავლილი მაქვს ის სამი თვე თეორია და ეხლა გავდივარ ერთთვიან პრაქტიკას ბათუმის სასტუმრო რედისონ ბლუში საკონდიტროში. გამოცდილება მივიღე, ბევრი რამ შევისწავლე აქ, მხარში ამომიდგნენ. ჩემი მენტორი გახდათ ქალბატონი ნაზი, რომელმაც ყოველი დეტალი გათვლა, ყოველი წუთი და ის ყოველი მოქმედება მის კონტროლ ქვეშ ვიყავი. ძალიან კმაყოფილი ვართ ასეთი სტუდენტი რომ მოგვივიდა ჩვენ, ავიყვანეთ. ძალიან კარგი შრომის მოყვარი ადამიანია. მომზადებული მოვიდა საკმაოდ კარგი. აღნიშნავ კიდე იმას, რომ ძალიან ყურადღებით ეკიდება თავის საქმეს, ეტყობა რომ ძალიან უყვარს და მოხარული ვარ, რომ ასეთი სტუდენტი მომივიდა და არ გაუშვი ხელიდან. ასევე უკვე არის ჩვენი კოლეგა. მოხარული ვარ, რომ აჭარის დასაქმების სააგენტო ახორციელებს ასეთ საქმიანობას. და ძალიან დიდი მადლობა, რომ ესეთ მომავალს ქმნის. იყო პერიოდი ასაკის გამო მიწუნებდნენ, აღმოუჩნდი აქ, მათ გადაწყვეტეს ჩემი დასაქმება და კოლეგობა შემომთავაზეს და ვარ უკვე მათი კოლეგა, ხელშეკრულებაც გამიფორმეს, ძალიან კმაყოფილები არიან და კიდეც მერიცხება ხელფასი უკვე მეორე თვეა. ვეუბნები შედუღების პროფესიას, პროგრამა იძლევა შესაძლებლობას, რომ მიიღო გამოცდილება. მიკროპ ადამიანს თითოეულ მოქალაქეს ეხმარება იმაში, უშუალოდ აჭარის დასაქმების სააგენტო და კოლეჯი ახალი ტალღის თანამშრომლობით ადამიანი იძენ პროფესიას და შემდეგ ამ პროფესიით ხართ დასაქმებული. ძალიან დიდი რაოდენობის სტუდენტები მოდიან, ყველა პირობა არის შექმნილი, რომ სტუდენტებმა მიიღონ აქ სისტემატიურად კარგი განათლება, კარგი мотиваცია ჰქონდეთ და
მაყოფილი ვართ ჩვენაც პედაგოგებიც და მაყოფილი არიან სტუდენტებიც, რომლებიც აქედან მიდიან, შემდეგ საქმევიან და ოჯახებს არჩევენ, შვილებს არჩევენ და ყველაფერი წარმატებულად მიმდინარეობს. მინდოდა რომ შემესწავლა კინოზე შედუღება და მივმართე აჭარის დასაქმების სააგენტოს და მეხმარენ მიმავლინენ კოლეჯში, სადაც გავდიოდი თეორიას და ასევე პრაქტიკულ სწავლებას. კომპანიებიდან გვაქვს შემოთავაზება დასაქმების მხრივ, ვფიქრობ რომ მოვხდე რომელიმე კომპანიაში და ეს ცოდნა რომელიც მივიღე კოლეჯში მოვახმარო აი ამ პროფესიას. ხაზი მინდა გაუსვა იმას, რომ ძალიან მოთხოვნადი პროფესია არის, ეს აჭარის დასაქმების სააგენტო ძალიან კარგ საქმეს აკეთებს. იქიდან გამომდინარე, რომ ეს პროფესიები და რაშიც კეთდება უშუალოდ აი მიმართულებები არის დასაქმებადი. უკვე სტუდენტებს აქვს შემოთავაზება რომ დარჩნენ აღნიშნულ კომპანიაში. ასევე დიდი შანსია სტუდენტების დასაქმების გემზე ძალიან დიდი შემოთავაზებები გვაქვს სხვადასხვა დროშის ქვეშ ცურავი კომპანიების მხრივ და ირჩევენ შემდეგ სტუდენტები სად წავიდნენ, სად დასაქმდნენ. სამშენებლო სპეცტექნიკის მართვის კურსზე მოხდი გასაუბრების შედეგად აჭარის დასაქმების სააგენტოს პროგრამით, რამაც მომცა საშუალება, რომ სიმულატორების და თანამედროვე ტექნიკის ხარჯზე გამევლა უსაფრთხოდ სპეციალური სასერტიფიკატო კურსი. ჩვენ არანაირი შეხება არ გქონია აქამდე სპეცტექნიკის მართვასთან და სიმულატორები გვაძლევს საშუალებას, რომ მაქსიმალურად უსაფრთხოდ და თავდაჯერებულად გადავიდეთ შემდგომში ობიექტზე და რაც მთავარია გავდივართ მართვის მოწმობის კურსს, რომელიც შემდგომში მოგცემს საშუალებას ეგრეთ წოდებული TS კატეგორიის მართვის მოწმობის აღების. დასაქმების აგენტოდან დამიკავშირდნენ, სადაც იყო ფორუმი და სადაც მივედი. ანუ ძალიან ბევრი პროგრამა იყო, კონკრეტულად მე ავირჩიე მძიმე ტექნიკის ოპერირება, რომელიც მინდოდა რა. იყო კონკრეტულად რომ დასაქმებაზე გაეშვენ, მაგრამ მე არ მჭირდებოდა, მე მინდოდა კონკრეტულად შემესწავლა სპეციალობა. აჭარის დასაქმების პროექტში ჩართული ვარ დაახლოებით 10 წელიწადია. ხალხის კონტინგენტი არის, რომელსაც გვაწვდიან კონტინგენტს მათ ხელმძღვანელებისათვის არიან ძალიან მოწესრიგებულები, არიან მონდომებულები და არიან ორიენტირებული სწავლაზე შემდგომი დასაქმებისათვის. საინტერესო არის, რომ აქ უნარების გაჩვევა ხდება ძალიან მაღალ დონეზე, თეორიული ნაწილი ხდება, განსწავლა ხდება ძალიან მაღალ დონეზე, მაგრამ არ აქვს მანქანა, რომელსაც ცოცხალ რეჟიმში გააკეთებია, მაგრამ აჭარის დასაქმების სააგენტომ აიღო მის თავზე და 180 საათიანი პრაქტიკული სამუშაო გაუკეთა SPS გზაში. კომპანია გზამ მოგცა საშუალება რომ გაგვევლო პრაქტიკა თავის კომპანიაში. სიღრმისეულად ვისწავლეთ ეს პრაქტიკული თეორია. მოდომებულები ვართ. საკმაოდ კარგი პრაქტიკა მივიღეთ. ამომწურავი გავდივართ პრაქტიკას დიდთვალიან და მტვირთველზე, მრავალფუნქციური JCP-ზე, გრეიდერზეც გავიარეთ ასევე და გავიარეთ ბულდოზერზეც გავიარეთ პრაქტიკები, რაც ძალიან მომწურავი იყო, საკმარისად უნდა მივიღეთ სამომავლო სამუშაოებისთვის. ამიტომაც მადლიერები ვართ დასაქმების სააგენტოს პირველ რიგში, შემდეგ ახალი ტალღა და რა თქმა უნდა კომპანია გზის მადლიერები ვართ, რახან ეს მოგცა განვითარება, იმის საშუალება რომ ვისწავლა და მიგვიღო ეს ცოდნა. სამომავლოდ ძალიან დიდი პერსპექტივა მაქვს და მე მჯერა ამაში რომ სამომავლოდ დიდ ბაზარზე გავალ და დავსახდები. პროექტი, რომელიც წამოიწყო აჭარის დასაქმების სააგენტომ, არის ძალიან კარგი, ძალიან მისასალმებელი, რაც უწყობს ნამდვილად იმ პერსპექტივას, რომელიც აუცილებლობას წარმოადგენს კვალიფიციური, კარგი და ნამდვილად პროფესიონალი ახალგაზრდა კადრების შერჩევას, აღზრდასა და დასაქმებას, რომელიც ბაზარზე მართლაც არის დეფიციტური, კვალიფიციური, მცოდნე პროფესიონალი კადრების მხრივ.